ხშირად შემომდის შეტყობინება იმის თაობაზე, თუ როგორ გამოვთვალოთ ოზემპიკის დარჩენილი წამლის დოზა. ამის დასათვლელად არის რამოდენიმე მეთოდი. პირველი ყველაზე მარტივი და სწორი მეთოდი იქნება ყოველი გახარჯვის დროს მოვინიშნოთ რამდენს ხარჯავთ. ვიცით, რომ ერთ კალამში არის 4 დოზა, წავიკითხავთ რამდენი მილიგრამია აწერია, ანუ ამაში არის 4-ჯერ 1 მილიგრამი, ანუ 4 მილიგრამი და ყოველი ინექციის დროს კვირაში ერთხელ გამოვაკლებთ გახარჯულ დოზას. დაახლოებით უკვე გვეცოდინება რამდენია დარჩენილი. მეორე მეთოდია დავაკვირდეთ აი ამ ზამბარას, რომელიც წამლის გამოყენებამდე საერთოდ არ ჩანს. ანუ ეს შუშა მთლიანად სავსეა სითხით. ეხა ეს ზამბარა ჩამოსულია, ანუ გახარჯულია და ის უბოლოშიც არის სივრცე რაც არის, ამდენია წამალი დარჩენილი. მესამე მეთოდი არის ბოლოში ცოტა როცა არის დარჩენილი, შეგვიძლია ესე დავითვალოთ, გადავატრიალოთ და დავითვალოთ რამდენი გადატრიალება გამოგვდის. 1 მილიგრამი არის 72 გადატრიალება, შესაბამისად იმ ციფრს, რასაც მივიღებთ, ვყოფთ 72. გამოგვივიდა 18 დატრიალება, მაშინ 18-ს გავყოფთ 72-ზე და მივიღებთ 0.25, ანუ 0.25 მილიგრამი გვაქვს დარჩენილი. თუ ის რაოდენობა, რაც მიიღეთ, არ ყოფნით ინექციისთვის, სიტყვაზე თქვენ გამოვგივიდეთ 0.15 მილიგრამი და გჭირდებათ 0.25. მაშინ 0.15-ს აქედან გამოვიყენებთ და 0.1-ს დავამატებთ მეორე ახალი კალმით.